ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება. Lion Finance Group-ის აქციების ფასი 7.91%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 116 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდ 700 მილიონ გირვანკა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 47.18%-ით გაიზარდა. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 9.84%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია თითქმის 52 გირვანკა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2 მილიარდ 850 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 25.88%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 0.62%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 40 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1 მილიარდ 900 მილიონ გირვანკა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 73.62%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკი მარტისთვის ინფლაციურ მოლოდინებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეები ქვეყანაში გაზრდილ ინფლაციას მოელიან, ვიდრე ეს აქამდე იყო პროგნოზირებული. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მომდევნო 1 წლიან ჭრილში ფასები 4-დან 6%-ით გაიზრდება. შემცირებულია მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ინფლაცია მომდევნო 1 წლიან ჭრილში მხოლოდ 2-დან 4%-ის ფარგლებში იქნება. ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით 2026 წლის მარტში თებერვლიდან შედარებით 1 წლიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. იმ რესპონდენტთა წილი კი, რომლებიც ფასების ცვლილებას 4-დან 6%-ის ფარგლებსა და 8-ზე მეტზე ფიქრობენ, გაზრდილია. მეორე მხრივ შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 2-დან 4%-ისა და 6-დან 8%-ის ინტერვალში მოიაზრებენ. ამავე გამოკითხვის მიხედვით მიმდინარე წლის მარტში თებერვალთან შედარებით 3 წლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 3 წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტადელიან, 6-დან 8%-ისა და 2-დან 4%-ის ინტერვალში გაზრდილია. მეორე მხრივ, წინა თვესთან შედარებით შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4-დან 6%-ის ფარგლებში ელოდებიან. გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან ჭრილში გაზრდილია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6-დან 8%-ის, 4-დან 6%-ისა და 2-დან 4%-ის ინტერვალში ვარაუდობენ. ამავდროულად შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ ინტერვალში ელოდებიან. ამავე გამოკითხვის მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 30%-ზე მეტად და 10-დან 20%-ის ფარგლებში ელოდებიან, გაზრდილია, ხოლო შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას ელოდებიან. ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრგვალ მაგიდაში განაცხადა, რომ საქართველო მიმდინარე გაურკვევლობებს ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლებით ხვდება. მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაუმჯობესებული საგარეო პოზიციის ფონზე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმთან ახლოსაა, ხოლო ეკონომიკური აქტივობა სულ უფრო მეტად გადადის პროდუქტიულ სექტორებზე. სების ინფორმაციით, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ალაშა ხუციშვილმა. მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილვის ძირითადი თემები იყო გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების რისკები, ინფლაციური ზეწოლა, გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა. ნათია თურნავას თქმით, მონეტარული პოლიტიკის სიფრთხილემ უზრუნველყო ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა, ხოლო საერთაშორისო რეზერვების ზრდამ და დედოლარიზაციის შემცირებამ ეკონომიკის შოკისადმი მდგრადობა გააძლიერა. ასევე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი იყენებს სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომას, რის საფუძველზეც ინფლაციური რისკები უკეთ იმართება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში აცხადებს, რომ ირანის ომის გავლენა საქართველოზე მსგავსი იქნება ყველა იმ ქვეყნისა, რომლებზეც შესაძლოა ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა მიმოქმედოს. ჯიჰად აზურმა ამის შესახებ BNG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის შესახებ IMF-ის ახალი ანგარიშის პრეზენტაცია ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე გაიმართა. ჯიჰად აზური ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა მიმდინარე მოვლენებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური გავლენა იქონიოს, მათ შორის ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასევე დადებითი გავლენა ჰქონდა ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის უკრაინის ომის მომდინარე მიგრაციული ეფექტები.
იმერეთის რეგიონში სოფელ კურსებში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დაანგრია და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული დროებითი გზის მშენებლობა დაიწყება. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა. მინისტრი სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად უახლოეს პერიოდში დაიწყება ალტერნატიული დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად მომზადდება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თითოეულ ოჯახს შვილის ჩაცმულობა რამდენჯერმე იაფი დაუჯდება, ვიდრე უჯდებოდა მაშინ, როცა სასკოლო ფორმა არ არსებობდა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გევი მიქანაძემ სასკოლო ფორმებზე საუბრისას იმედის ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ოჯახებისთვის სასკოლო ფორმები დამატებითი ხარჯი არ იქნება და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სპეკულაციაა. საბიუჯეტო დანაზოგითაც ყველა ოჯახისთვის ეს იქნება ბენეფიტი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ოჯახს ეს უფრო ნაკლები დაუჯდება. ამაზე ჩვენ რეგიონებში გვაქვს ყოველკვირეული შეხვედრები. მოსახლეობის სრული მხარდაჭერაა და მიასალმებიან ამ ინიციატივას აცხადებს გივი მიქანაძე. ცნობისთვის განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფორმები მშობლებს იმაზე 30-50%-ით იაფი დაუჯდებათ, ვიდრე დღეს შვილის სასკოლო აღჭურვილობა ჯდება, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს სახელმწიფო ფორმებს უფასოდ გადასცემს. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ფორმების ტარება საჯარო სკოლებში 2026-27 წლის სასწავლო წლიდან იქნება სავალდებულო. მთავრობა დოქტორანტურისა და რეზიდენტურის მოდერნიზებაზე მუშაობს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე განაცხადა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, საუბარია მესამე საფეხურის როგორც შინაარსობრივ, ასევე დაფინანსების ნაწილში ცვლილებაზე. ცნობისთვის გაბისონია შესაბამისი კითხვით დეპუტატმა ლადო კახაძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებას უფასო რეზიდენტურის უზრუნველსაყოფად საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს, თუმცა მას სურს ეს განათლების მინისტრის მოადგილემაც დაადასტუროს. ლადო კახაძის პასუხო ზვიად გაბისონიამ დაადასტურა, რომ ამაზე მუშაობა დაწყებულია. 19 საათზე დიუშენის კუნთოვანი არტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ფილარმონიასთან აქციას გამართავენ და მთავრობას შვილების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას კიდევ ერთხელ სთხოვენ. აქციის ორგანიზატორები, მშობლები და მონაწილეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას თითქმის 2 თვე უშედეგოდ ცდილობდნენ, მანამდე უშედეგოდ დასრულდა არაერთი შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთანაც. საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 100-მდე ბავშვი აღრიცხული. კომპანია ჯეოკრაფტი იმერეთის რეგიონში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 50 მეგავატამდე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის, 110 კილოვატი ძაბვის ქვესადგურისა და 35 კილოვატი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ნორწლიანი განხილვის და პროექტის შესწავლის შემდეგ შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო. ტურბინების განთავსება დაგეგმილია სოფლებთან: დიდწიფელა, გამოღმა, ბოსლები, ქველთუბანი, მარჯვენა რკვია და ეწერი. ახლოს მდებარე ტერიტორიებზე უახლოესი დასახლებული ზონებიდან ტურბინები მინიმუმ 540 მეტრით იქნება დაშორებული. ჯეოკრაფტ საქართველოს და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად ქარის სადგური მოიცავს 7 ერთეულ Envision EN 182.8 ტიპის ტურბინას, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 8 მეგავატია, თუმცა ქსელში მიერთებული საერთო სიმძლავრე 50 მეგავატით იქნება შეზღუდული. წლიური გამომუშავება დაახლოებით 163.5 გიგავატ საათს მიაღწევს. დოკუმენტაციის მიხედვით ქარის სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მიერთებული იქნება ზესტაფონში არსებულ ქვესადგურებთან. ზესტაფონი 500-თან ან 500 კილოვატი ძაბვის ქსელთან ქართლი 2. ტურბინების მოდელის მწარმოებელია ჩინური კომპანია, რომლის მიერ წარმოებული კონსტრუქციის რიტორის დიამეტრი 182 მეტრია, ხოლო კოშკის სიმაღლე 120 მეტრი. აღნიშნული ტურბინების სიმძლავრე 8 მეგავატი იქნება. პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებულია 35 კილოვატი ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ხაზების გაყვანა, სამშენებლო და მუდმივი გზების მოწყობა, ასევე სპეციალური ქვესადგურის აშენება. დოკუმენტის მიხედვით საპროექტო ტერიტორია ქარის ენერგიის თვალსაზრისით მაღალ ეფექტურ ზონად არის შეფასებული. აქ ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 7.35 მეტრ-წამს აღწევს, რაც ხელსაყრელია ენერგიის გენერირებისთვის. თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ ღონისძიება ჯორჯიან ვაინინ ფოკასზე ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი. ღონისძიება, რომელიც მასტერ-კლასსა და დეგუსტაციას მოიცავდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით და ასოციაციის ქართული ღვინო ორგანიზებით ჩატარდა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას ღვინის პროფესიონალები, შემსყიდველები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ცნობისთვის, ქართული ღვინის თურქეთში ექსპორტი სტაბილურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულია $480,000 ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა დამატებით 2 რეგიონში, ქვემო ქართლსა და სამეგრელოს ზემო სვანეთში განხორციელდება. შესაბამის ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს თანახმადვე, აღნიშნულ რეგიონებში უკვე დაწყებულია შესაბამისი პერსონალის დაკონტრაქტების პროცესი. შერჩეული თანამშრომლები საველე სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ სასწავლო გადამზადების კურსს გაივლიან, რაც პროგრამის ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს სატესტო რეჟიმში იმერეთსა და კახეთის რეგიონებში ახორციელებს. ასევე ერთჯერადად სატესტო რეჟიმში განხორციელდა ძაღლების აყვანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, აღნიშნავენ უწყებაში.